ღია ეთერში დაგიბრუნდით სტუმართან ერთად. იმედა ალხაზიშვილი გვესტუმრა, რაც შეეხება საუბრის თემას, სოფლის განვითარების სააგენტო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის გაზრდილი ბიუჯეტით ახორციელებს პროექტის კოორდინატორი გახლავთ. ბატონო იმედა, მოგესალმებით, მადლობა, რომ ამ აქტუალური საინტერესო თემით შემოგვიერთდით. და სანამ საუბარს დავიწყებთ, ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვეტყვი, რომ 2026 წელს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თითოეული დამზღვევისთვის სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-ს დააფინანსებს, რაც ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურას. და უპირველეს ყოვლისა, მოდით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს კიდევ ერთხელ გავაცნოთ პროგრამა და რას მოიცავს. უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგეხდით მოწვევისათვის, მივესალმებთ თქვენს მაყურებელს და მსმენელს. რაც შეეხება პროგრამას, პროგრამა ხორციელდება 2014 წლის შემოდგომიდან და მას შემდეგ ყოველწლიურად ხდება გაუმჯობესება, განახლება. ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფერმერს, ვისაც აქვს დარეგისტრირებული თავისი ნაკვეთი, შეუძლია დაასრულოს 50 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო კულტურა, 20 ჰექტარამდე ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურა და 100 ჰექტარამდე მარცვლეული კულტურების შემთხვევაში გამოიყენოს ეს მიმართულება. კი ბატონო, და რაც შეეხება ბენეფიციარებს, რის საშუალებას აძლევს პროგრამა, დაზღვევის ფარგლებში? პროგრამა უპირველეს ყოვლისა არის მორგებული სასოფლო-სამეურნეო საორგულების მოსავლის დასაზღვევად. ეს არის რისკები, რასაც ფარავს სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა და საშემოდგომო ყინვა მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში. ეს არის ძირითადი რისკები, რომლებიც კლიმატურ ცვლილებებთან ერთად უდიდეს ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და კი ბატონო. და შეგვიძლია ისიც დავამატოთ, რომ პროგრამის პირობების თანახმად ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს დააზღვიოს მაქსიმუმ 20 ჰექტარი. 20 ჰექტარი ეს არის სასოფლო-სამეურნეო ნებისმიერი კულტურა, ხოლო 100 ჰექტარი არის მარცვლეული კულტურების შემთხვევაში. და აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში? კოოპერატივების შემთხვევაში ეს შეზღუდვა ფაქტობრივად მოხსნილია, იმიტომ რომ 50,000 ლარი არის, რასაც სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს ამ თანხის რაოდენობაში და ფაქტობრივად რეალური კოოპერატივების ზომების მიხედვით თითქმის მოხსნილია შეზღუდვა არ არსებობს. კი ბატონო, და დამატებით მხარდაჭერას, რა იგულისხმება მას და რას მოიცავს? შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება და დამატებით საზღვრისპირა მცხოვრები ფერმერებისთვის დამატებით სახელმწიფო კიდევ 70%-ს პლუს 5%-ს გასცემს სუბსიდიას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდი ფართობების შემთხვევაში განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა. კი ბატონო, და დასაფინანსებელი სადაზღვევო პრემიის წილი, გაიზარდა, ხო? პრემიის წილი იზრდება მხოლოდ ამ შემთხვევაში 5%-ით. კი ბატონო. 70 არის ყველა შემთხვევაში და პლუს 5% იქნება საზღვარსპირა რეგიონებში. კი ბატონო, და სტიქიურ რისკებზეც რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, სტიქიური რისკები ეს არის ძირითადად არის სეტყვა, საქართველოს 90%-ის, რისკების 90% შემთხვევაში არის სეტყვა. შემდეგი უჭირავს ქარიშხალს, ეს არის ქარი, როდესაც უკვე ფაქტობრივად ხმოიარობაში, მწიფობაში შესულ მოსავალს ანადგურებს. წყალდიდობის რისკიც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის რიგ რეგიონებში და რიგ რაიონებში და არის საშემოდგომო ყინვა ციტრუსის შემთხვევაში, როცა ფაქტობრივად უკვე მის მიღებული მოსავალი საშემოდგომო ნაადრევი ყინვა დაარტყავს და ეს მოსავალი ხშირ შემთხვევაში ნულდება და მთელი წლის შრომა წყალში იღრება. ამიტომ აუცილებელია დაიჭიროს ფერმერმა თადარიგი და დააზღვიოს მოსავალი. და მიზანშეწონილიც არის, რა თქმა უნდა, და უკვე 10 წელზე მეტია, ხო, ეს პროგრამა წარმატებით ხორციელდება. კი ბატონო, 10 წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება ეს პროგრამა, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები და რიცხვები გვაქვს, 72,700 ბენეფიციარი დაეწყო 2014 წლიდან დღემდე, 194,000 პოლისზე მეტი არის გაცემული და გაყიდული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანაზღაურებული თანხა არის 92 მილიონზე მეტი, რაც
საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. კი ბატონო და აი რაც შეეხება სადაზღვევო პოლისის შეძენას, რომ განმარტოთ, ანუ როგორ ხდება, როგორ მოგმართონ, სად მოგმართონ, ყველაფერი როგორ ხდება. სადაზღვევო პოლისის შესაძენად ფერმერი მსურველი აუცილებელია დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას. ამ ეტაპზე 4 სადაზღვევო კომპანია არის ჩართული. სადაზღვევო კომპანიების ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე rda.gov.g და აგრეთვე თუ ხელმისაწვდომი არ არის ვებგვერდი, შესაძლებელია დაერგოთ ჩვენთან ხელხაზზე 1501 და ამის შესახებ მიიღებს ფერმერი ინფორმაციას. კი ბატონო, და აი მომართვიანობა როგორია, წლიდან წლამდე იზრდება თუ არა? წლიდან წლამდე მომართვიანობა სტაბილურად მზარდი არის მცირედი შეფერხებები ხოლმე, იმიტომ რომ დაზღვევა მაინც ჯერ კიდე ახალ კულტურად ითვლება, ახალ მიმართულებად ითვლება ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. თუმცა მზარდი არის და აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ცოტა ციფრებში სხვანაირად ჩანს, როდესაც მაღალღირებული კულტურების დაზღვევა, მათ შორის მაგალითად მოცვის დაზღვევა, რომელიც ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა წლების განმავლობაში, ნელ-ნელა მატულობს ასეთი მნიშვნელოვანია ნუშის დაზღვევა, რომელიც ახალი პროდუქტებივით შემოდის ჩვენ მქონდა დაზღვევის პროდუქტი, თუმცა მოთხოვნა ნაკლები იყო და აი ბოლო წლებში ეს ტენდენცია უფრო ძვირადღირებული კულტურების დაზღვევის და რეგიონების გაშლის უკვე ჩანს. კი ბატონო, ზოგადად, როდესაც აი აგროდაზღვევაზე ვსაუბრობთ, საერთაშორისო გამოცდილება როგორია და თუ იზიარებთ? საბედნიეროდ გვაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყანასთან, სხვადასხვა სადაზღვევო სისტემებთან ურთიერთობის, ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის ესპანეთთან, ბოლო რამდენიმე დღის წინ თურქეთის სახელმწიფო დაზღვევის სისტემასთან მქონდა შეხვედრა. ყოველ წლიურად ვცდილობთ, რომ პროდუქტები გავაუმჯობესოთ, ავიღოთ საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებიდან, იმიტომ რომ გამოცდილება მსოფლიოში საკმაოდ მაღალია, საკმაოდ ძლიერ ქვეყნებსაც კი უჭირთ აგროდაზღვევის აწევა იმ დონეზე, როგორც თუნდაც ჩვენ გვაქვს, თუმცა ჯერ გასაკეთებელი ამ მიმართულებაში ძალიან ბევრი გვაქვს, ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი და იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად. კი ბატონო, და თქვენ ბრძანდებით პროექტის კოორდინატორი და ზოგადად რაც შეეხება სპეციალისტებს, ანუ ეს დარგი რამდენად პოპულარულია? სპეციალისტების მიმართულებით საკმაოდ დეფიციტური არის ამ დღესდღეობით რეალურად ზარალის შემფასებელების დეფიციტი, იმიტომ რომ თვითონ სპეციფიკას მოითხოვს არა მხოლოდ თქვათ დაზღვევის მცოდნე იყოს ან აგრომიმართულების, ანუ ორმაგი სპეციალისტი გვჭირდება ამ მიმართულებით, უნდა იყოს აგრომიმართულების სპეციალისტი, უნდა იყოს აგროდაზღვევაში გარკვეული და შესაბამისად ეს მიმართულება საკმაოდ დეფიციტურია. თუმცა სადაზღვევო კომპანიები ყოველწლიურად ახერხებენ ტრენინგების ჩატარებას, გამოცხადებული აქვთ მუდმივად ღია ვაკანსიები და ნელ-ნელა ხდება ეტაპობრივად ამ ძალიან კარგი და ზოგადად რაც შეეხება აგროდაზღვევას, ეს არის თუ არა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი პიროვნება ფაქტორი. ზოგადად დაზღვევა ფინანსური ინსტიტუტი არის, რომელიც არის ნებისმიერ თემაში გადარჩენის საშუალება. თუ არ იქნება დაზღვევა, მდგრად განვითარებაზე საუბარი ნებისმიერ მიმართულებაში შეუძლებელია და მათ შორის ისეთ მიმართულებაში, სადაც ფაქტობრივად 90%-ზე მეტი წარმოების არის ღია ცის ქვეშ და დამოკიდებული არის ფერმერი თუ გლეხი ამინძზე, ამიტომ დაზღვევის მექანიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი. კი ბატონო, რამეს ხომ არ დაამატებდით? დავამატებდი მხოლოდ იმას, აუცილებლად ვეცადოთ, ეხლა არის სეზონის ფაქტობრივად დასაწყისი, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა არ წყდება, პოლისების გაყიდვა ფერმერს შეუძლია რეალურად შემოდგომაზე დააზღვევოს მომავალი წლის მოსავალი, მიუხედავად ამისა, ეხლა დღეს ხვალ იწყება უკვე ესეთი აქტიური გაყიდვების პიკში შევდივართ და დაიჭირეთ თადარიგი და დააზღვევთ მოსავალი. ბატონო, და ყველას ვუსურვოთ წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი ვისაუბრეთ სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. გაზრდილი ბიუჯეტით ხორციელდება ეს პროგრამა და ამ თემასთან მიმართებაში ჩვენი სტუმარი იყო იმედა ალხაზიშვილი, პროექტის კოორდინატორი. მადლობა და წარმატებებით, სიახლეებით გელოდებით. კარგად გრძანდებოდეთ.